საქართველოს პრეზიდენტო ბატონო მიხეილ, თქვენო აღმატებულებო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონო შალვა, თქვენო აღმატებულებო საქართველოს ვიცე-პრემიერო ბატონო ირაკლი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის შობის პარტიოსანის სამოსელის ვარქენობის დიდებულ გასასწაულს. პროლის მოვისა გვინდა გაანონსეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა გულქევა და ბოლოს ამ დიდებული დღესასწაულისა, რომელსაც ერი და მერი ერთად აღვნიშნავთ. ვილოცავთ ყველას ჩვენო უფალმა მეუღლე იოსებ ქრისტემ სწავლობა 2000 წლეული, რასაც ჩვენ ქრისტეს გვიჟვით ვატარებთ. ჩვენი ერის ქრისტეს შობილობა უფალმა დამძიმდა იმითაც, რომ აღმოსავლეთ საქართველოში, სქეთაში, საპატრიარქო ტაძარში მზადდება ჩვენი იესო ქრისტეს კვართი, ხოლო სამეგრელოში, დასავლეთ საქართველოში, სუპრიჩი მზადდება ყველა წმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი, რომელიც ღვთისმშობლის სიყვარულობას კიდევ ერთხელ გემოწვება და არა მხოლოდ ღვთისმშობლის, არამედ დედა ღვთისმშობლის გამოცხადებას, რამაც ჩვენი ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის დედი გადაწყვეტა, არამედ ისიც, რომ მისი ყოვლადწმიდა დედის პატიოსანი სამოსელი გავანებული არის დასავლეთ საქართველოში. ეს არის ზეციური მოწოდება, ზეციური ჩვენი ერთობა, ერთსულოვნება, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერთობისა. ვიდრე ღვთისმშობლის წმინდა სამოსელი ჩვენთან დაედებდა სამკვიდრებას, გამო დიდი გზა იერუსალიმიდან საქართველომდე, ნაზარეთიდან შვიდამდე. ყველგან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სხეულის საფარული ამრავლებდა მადას და მფარველობას, აძლიერებდა რწმენას და იმედს, უნავდა სულსა და იცავდა სიკვდილს. ღვთისმშობლის სამოსელს მორწმუნეებს ყოვლის ღვთისმშობლის მოწინებით ევედრებოდნენ და მე-17 საუკუნეში, როდესაც იმოგზაურა ანტიოქიის პატრიარქმა მაკარიოსმა, მან მოელოცა ეს მიდეხოვის მონასტერში და ნიშნად პატივისცემისა და დიდი მოწესრიგებისა ამ დიდი სიწმინდისა დააგო ამ საფარველზე დავითის შესამოსელი და შემდგომში შეიკერა სამდელდაბო სამოსელი, რომელსაც იგი მრავალი წლის განმავლობაში მსახურობდა. დღემდე არ დამსხელდა ძალა ამ დიდი სიწმინდის მიმართ, თუ უფრო მეტად ძლიერდება და ცნობილი ხდება მსოფლიოში, რომ ზუგდიდში მზადდება ყველა წმინდა ღვთისმშობლის ეს უცნელი სამოსელი, რომელიც გახდა მართლაც ძალიან ბევრი ადამიანისათვის მომლოცველობის, მოლოცვის, სიწმინდის, აღონისების საშუალება. 2007 წელს მისი უწყვეტესობის და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა გულქევით ეს დღესასწაული, როგორც საერო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა, ვაკერნობა, ისევე როგორც სვეტიცხოვლობა, ჩვენი უმთავრესი დღესასწაული, სადაც ჩვენი ღვთისმშობლისა იესო ქრისტეს კვართი მზადდება. ჩვენ გვინდა უდიდესი მადლობა გამოვხატოთ ჩვენი პარლამენტის წინაშე ბატონი შალვა მზადდება და მაშინ ბატონი ირაკლი მზადდებოდა პარლამენტისები, როდესაც ზუგდიდში ეს გამოცხადდა დასრულებით. ნიშნავს იმას, რომ ეკლესიისა და ქვეყნის ურთიერთობა სასულიერო და საერო ურთიერთობა, ერისა და ბერის ურთიერთობა ორგზის განუხრელი იყო ჩვენი ეკლესიის, სადაც ჩვენი სასულიერო გადაწყვეტა ერისა და ბერის ორგზის ურთიერთობა. მინდა გალდობა დაუხადო თითოეულ წარმომადგენელს ჩვენი ხელისუფლებისა, რომელიც მესაკიმყოფებია, ის აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ ყაველაშვილს, ის აღმატებულებას ბატონ შალვა ბაბუაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ის აღმატებულებას საქართველოს ვიცე-პრემიერს ბატონ ირაკლი ჩიკოვას, რომელიც ამ ქალაქის მკვიდრი არის და მას უფრო ყველაზე მეტად ეკუთვნის ამ დღესასწაულის აღნიშვნა და რა თქმა უნდა გვინდა აუცილებლად მადლობა გადაუსვენოთ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომელიც სამწუხარო გუშინდელი ვითარების გამო საქართველოში ტრაგიკული მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა ეს დაასრულა ამ დიდი დღესასწაულისა და თითოეული ჩვენთაგანის სახელით სამრელოს თითოეული ჩვენთაგანის სახელით მინდა მწუხარება გამოვხატ იმ ტრაგიკული შემთხვევის გამო, რაც გუშინ თბილისში განვითარდა, მწუხარება გამოვხატ
ჩვენი უცხოელების გამო და მე მაასწოროს ნათაში დაამბიროს სათისას მარტიჩიები იქ სადაც მართალდი განიშნები. ჩვენი დღევანდელი ჩვენი ურთიერთობა სახელმწიფოსა და ეკლესიის შორის ეს არის ბალანსური მაგალითი იმისა, რომ ჩვენ გადარჩენა მხოლოდ ერისა და მერის ერთიანობის შედეგი. ეს არის მაგალითი, რომელსაც ჩვენი დიდი წინაპრები, ჩვენი დიდი წმინდანები ამბობდნენ და მოგესალმებათ, რომ წელს აღნიშნება საეკლესიო საეპილეო კარგები 1700 წელი პირველი მსოფლიო ეკლესიის თარიღიდან და ყველაზე დიდი ჩვენთვის ქართველებისათვის მეგონი გახმოვანება ცოტა გვიშლისმის. ორივე აკეთებ. 900 წლისთავი ჩვენი დიდი მეფის დავით აღმაშენებელის 400 წლისთავი ჩვენი დიდი ხალხმოწამის კახეთის მადონის თეთევანის და მოსაუბრიშენ გუშინდელი ჩვენი მესასწაული სოლობისა და მესლაფენობისა ერთობა ჩვენი ქვეყნისა ჩვენი ერთობისა და განუყოფელი ნაწილისა საქართველოს ერთიანობისა და მისი სულისკვეთებისა. ურმესი მადლობა მინდა გამოგიცხადოთ თქვენ თანამლოცველობისა. ერთობა ჩვენი ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა არის ძლიერი, ჩვენი ქვეყანა არის სიმწის წარმომადგენელი და ჩვენი ქვეყანა არის ერთობის გამოხატველი იმისა, რომ ერმა და ბერმა უნდა ვაჩვენოთ მაგალითი იმისა, რომ როგორ გავიდეთ ამ ძალიან რთულ მდგომარეობაში, მსოფლიო მოვლენების მიმდინარეობაში, როდესაც თითქმის ალბათ ყველგან ცხელი წერტილები არის და საქართველოს ყოველთვის იყო ღვთისმშობლის სიყვარული ქვეყანა. მადლობა დედა ღვთისმშობლისა, მადლობა დედა ღვთისმშობლის სამოსლისა და ბარონთა ზეიმოთ, რომ ეს თქვენი მობრძანება ეს არის დადასტურება იმისა, რომ ერი და ბერი ერთიანია. ერი და ბერი გავალთ მშვიდობით, კეთილდღეობით და მართლა ჩვენ ვისეიმებთ, ვიხარებთ, მესასწაულებ და გავწირებულ საქართველოში ვიცხოვრებთ იმისა, რომ ჩვენი ერთადობა ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება ჩვენთან ერთად იმყოფება, განმავლობელი იყო ჩვენთან ერთად და ჩვენი სამგლოვებას ყოველთვის ჩათვალეთ, რომ ეს წინაშე არის როსველი და მართალი იმისა, რომ თვითონაც ჩვენთაგან ძიმე ჯვარი, რომელიც თვითონაც ჩვენ დაგაკისრა, სულ მოადგენდები ნიშნად იმისა, რომ ჩვენი დიდი წინაპრები უბრალოდ იყვნენ მაგალითი იმისა, როგორც ვახსენეთ ჩვენ დავით აღმაშენებელი, როგორც ვახსენეთ ჩვენ დიდი მოწამე, დიდი მოწამე ქეთევანი და ასევე დიდი მოწამენი, რომელიც მაგალითის მიცემები არიან იმისა, რომ როგორი იყო თანაქმედობა, როგორი იყო ერთსულოვანობა ერისა და მთავრობის. მე მინდა უმეტესი მადლობა მოვახსენო ველთაარებს, რომელიც ჩვენთან ერთად ეს თანამსახურობდნენ და უპირველეს ყოვლისა მინდა უმეტესი მადლობა გადაუხადო მსოფლიო საპატრიარქოს არომაგელეს, ნიგროსის და ტენედოს მეტროპოლიტს კირილეს, რომელიც მართლაც ბრძანდება ჩვენი სულიერი ძმა. წლების განმავლობაში მეოთხე მეტროპოლიტი კირილე ბრძანდებოდა ქართული საღვთისმოს სულიერი მოძღვარი. მრავალი წლის განმავლობაში იგი იყო ჩვენი ემიგრანტების სულიერი მოძღვარი. იყო პიროვნება, რომელიც იყო ჩვენთვის ძალიან უკეთესი მისმენელი და იმ ადამიანებისა, რომლებიც სამწუხაროდ სხვადასხვა ვითარების თუ მოვლენების გამო გადახვეწილები არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ასევე შეიძლება ეცოთი მომისმინეს და ნიშნად პატივისცემისა და ნიშნად ჩვენი უდიდესი სიყვარულისა მეოხეს მიმართ მინდა გადავცეთ მას ქართული პანაგია. ნიშნად ჩვენი სიყვარულისა, ძალებისა, სიმართლიერებისა, ქართველი ერის და ქართველი ხალხის სახელით. აქსიოს! 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 Bronio Pola, სასეფარისტო. მე მინდა უმრავლესი მადლობა ასევე გადავუხადო ჩვენს მღვდელთავრებს. მის მაღალ პოლადოსამდელოებას, სობას სერაფიმის. მის მაღალ პოლადოსამდელოებას, გორისა და ათენის მიტროპოლიტს სერაფიმის. ეს პოლადოსამდელოს ალგელ ეპისკოპოს გრიგოლს. და შევიტყოვითი არ არის, რომ ეს მღვდელთავრები იყოფებიან ჩვენთან. სამივე არიან აფხაზეთიდან. სამივე არიან იმ კუთხიდან, რომელსაც ალბათ არა უკაცრავად სამივე არიან იმ კუთხიდან, რომელსაც ჩვენ აუცილებლად შედობიერად ჩვენი ბაზრების დასაკუთრებით გამთლიანდება და გამთლიანდება ჩვენი ქვეყანა. ეს უამრავი
მოლოცველი ბრძანდება ჩვენს ამ დიდებულ დღესასწაულზე. ესეთი არის ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენლები რუმინეთიდან, სერბეთიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან და მოლოცველები სხვადასხვა ქვეყნის ქვეყნებიდან, ამიტომ ყველასთვის ღვთისმშობელი ეს არის განსაკუთრებული წმინდანი. განსაკუთრებული სიწმინდე. დედა ღვთისმშობლის არის მფარველი და დედა ღვთისმშობლის არის მეოხი ღვთის წინაშე. მაგრამ ყველა ამ მოულოცეთა შორის მივიდა გამო ჩვენი სულიერი ძმები და დები, რომლებიც აფხაზეთიდან ბრძანდებიან. ამ დღეს 15 ივლისს ყოველთვის აფხაზეთიდან ჩამოდიან. ძალიან დიდი სტუმრიანობა, რომ დედა ღვთისმშობლის წინაშე ერთად ქართველებმა, აფხაზებმა შევადრო ჩვენი ქვეყნის ერთიანობა. შევადრო ჩვენი ქვეყნის ეცოლოვნება. შევადროთ იმისა, რომ როგორც ჩვენ აქ ვლოცულობთ ვახენობის დღესასწაულს, ასევე ვილოცოთ ჩვენ აფხაზეთში, ილორში, რანდაში, ომში, ჩვენთვის ქართველებს ანაკოფიაში, რომლის თითოეული ქართველისათვის განსაკუთრებული არის და მნიშვნელოვანი არის. ჩვენმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ბედნიერად, ჯანმრთელად გამყოფოთ და ჩვენ გვინდა რომ მცირე ლოცვას წავიკეთოთ ყველა წმინდა ღვთისმშობლის მიმართ და თითოეული ჩვენთაგანის სულიერი ჩვენი ასეთი მადიერება გამოვხატოთ დედა ღვთისა, რომელსაც ავად ძალიან ძნელი არის, ამით ძალიან ძნელი არის ადამიანები. მოიყოლა წმინდაო დედოფალო ღვთისმშობელო, მოაღლესო წმინდათა ანგელოსა და მთავარ ანგელოსთაო, ყოველთა დაბადებულთა უპატიოს ხესო, შეუწეველთა შემწეო, სასოთა საასო, გვახალხთა შესავალდენელო, სუხარებთან უგეშინის მცემელო, მშიერთა გამომძნელო, შიშველთა სამოსელო, სხეულთა მკურნალო, ცოდოთა ცხოვრებაო და ყოველთა ქრისტიანთა და შემწეო და შესავალდებელო, დაიცავ და დაიფარე ღვთისმდაცული ერი ჩვენი საქართველო, მთავრობა და მხედრობა მისი, ყველა სამღვდელოები მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი და ეპისკოპოსი, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მდელმთავარი, პატიოსანი მდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონი, აღყოფის შემოწირულნი, კეთილის მყოფელნი, წმინდისა და ყველა პატიოსის ამის ტაძრისა, დამაშინა მშრომელნი, მალობელნი, ჩვენ ახლა მდგომარენი და ყოველივე მართლმადიდებელი ქრისტიანები. ლაქონობა თითოეული ჩვენთაგანისათვის ეს არის აღდგომის ტოლფასი დღე. ამიტომ ამ დღეს იკრიბება მთელი საქართველო. ყველა ეპარქიებიდან, ყველა კუთხეებიდან და არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ როგორც მოგახსენეთ, ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. გვერდო ინებოს, რომ ყველა წმინდა ღვთისმშობელმა თავისი საფარველი გადააფაროს საქართველოს, ეს მსოფლიოს დაამშვიდოს, დააწუნაროს და ყველა წმინდა ღვთისმშობელმა გააცხონოს და შეგეწიოთ და ბედნიერად ჯანმრთელად, დღეისადაც გახარებოდოთ, გამყაროთ. ბედნიერები ვართ ქართველები, რადგან ჩვენ ვართ წილხვედრი ქვეყნის შვილები. ყველა წმინდა ღვთისმშობლის შვილები. ესეთი პატივი, ესეთი დიდება ძალიან ბევრს ეს ხალხს არ მისცემია და როგორც მისი უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ბრძანებს მადლობა და დიდება ღმერთს ყველაფრისა. ღმერთმა ხანძლივი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მივაგოს ჩვენს უწმიდეს და უნეტარეს, ჩვენს მთავრობას, ჩვენს უფლებას, სამხედროებას და მე მინდა ნიშნა ჩვენი სიყვარულისა და ერთობლისა მეოთხე კერილესაც გადავცეთ, თუ შეიძლება ორევზე სიტყვა ასუსრამდე